მოგეყოლებათ თქვენ ნაცნობი, რომელიც ყველაფრით უკმაყოფილოა. სულ წუწუნებს, სულ ცუდად არის, სულ უბედურია, არაფერი არ ახარებს, არაფერს აზრი არ აქვს და ყველაფერს ეჭვით უყურებს. აქვე შეიძლება გყავდეთ თქვენ ნაცნობი, რომელიც სულ მხიარულია, სულ აქტიურია, სულ პოზიტიურია და სულ ხუმრობს. ნახეთ, ორივე ადამიანი ცხოვრობს ერთ ქალაქში, თითქოს ორივე თქვენთან ახლოს არის, ერთი ერთ პოზიციაზეა, მეორე პოზიციაზე. ანუ ერთი ესე ხედავს, მეორე ესე ხედავს. მაშინ სად არის აქ ობიექტურობა? რომელი ამბობს ის ადამიანი, რომელიც არაფერს აზრი არ აქვს, თუ მეორე ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ რაღაცას აზრი აქვს. კარგი, კიდევ ერთი მაგალითი, რომ მივიდეთ იქამდე, როგორ უნდა ვუყუროთ თვითმოტივაციას. ციცინათელა ლამაზია? თუ მახინჯია? ლამაზი მახინჯია. კარგი. თუ ციცინათელა ახლოს გინახიათ, უყურეთ, თუ ციცინათელა ახლოს გინახიათ, მართლა მახინჯია. ანუ ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ციცინათელა მახინჯია, არის მართალი. მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ციცინათელა ლამაზია, არის მართალი. ამ ორ ადამიანს შორის რა განსხვავება? ეს ხედავს სულ სიმახინჯებს, ეს სილამაზეებს. და ცხოვრების ბოლოს ვის როგორი ცხოვრება ექნება? ამას ლამაზი და ამას მახინჯი. ამიტომ თქვენი განწყობა პირდაპირ განსაზღვრავს თქვენ ცხოვრებას, თავიდან ბოლომდე.